როგორც ყოველთვის ჩვენი დაპირისპირება ქუთაისთან ესე დაძაბულ ბრძოლაში წარიმართება ხოლმე ეს თამაშიც გამონაკლისი არ იყო და მძიმე ბრძოლაში გავიმარჯვეთ ჩვენი მონდომებით და თავდადებით მივახციეთ ამ შედეგს მესამეჯერ დავეუფლეთ უკვე ლეგენდარულ ხელბურთელის იმედო ხაკაძის თავს და ჩვენთვის დიდი პრესტიჟი არის მოწინააღმდეგეს რაც შეეხება ძალიან ძლიერი გუნდი არის და კი ეტყობოდა თამაშსაც როგორი დაძაბული ბრძოლა გაიმართა და ასევე მინდა ვთქვა რომ წინ საჩემპიონო პლეი-ოფი გველის სადაც ანალოგიურად ასევე დაძაბული თამაშები და საინტერესო თამაშები გველის. დასრულდა ფინალური მატჩი, ეს გახლავთ საქართველოს იმედო ხაკაძის სახელობის თასის გათამაშება, სადაც მოიგო BSB ბათუმმა ულოცავ ეს გუნდი ტრადიციულად ძლიერია, თითქმის ყველა ტიტულისთვის იბრძვის, ასევე ულოცავ ქუთაისის გუნდს ღირსეულად გასვლას ფინალში, კარგი სანახაობა გამოდგა და მაყურებელიც მაყოფილია ამ შეხვედრით. რამდენიმე გუნდია საქართველოში, რომელიც ძაბავს ხელბურთის სიტუაციას და ქუთაისი და ბათუმი ყოველთვის ფინალური ასპარეზობაში მონაწილეობენ. მერც მადლობა რომ გავიმარჯვეთ. დღევანდელი მატჩი რო შევაჯამოთ, ორივე თანასწორი გუნდია და მე მგონი ღირსეულმა გაიმარჯვა.